ძმა დეგუსტატორი არ გავიგიწერია? გამარჯობა ყველას. დღევანდელი ეპიზოდი იქნება დანი ურმაგად საინტერესო და იცი რატო? იმიტომ რომ ბევრი გვაქნახეთ 1 2 3 4 5 6 იტალიური და ქართული საჭმელები. შევადარებთ, რესტორნებსაც შევაფასებთ და ქართულ და იტალიურ სამზარეულოსაც შევაფასებთ. ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, დაალაიქეთ და წავედით. ეს ვიდეო 500 ლაიქზე. ხინკალი არის 2 ტონა. ჩვენ 2 ტონას ხინკალი უკვე გამოძახებული გქონდა, რომ შეგვედარებინა იტალიურ სამზარეულოსთან. გამოვიძახეთ ისევ ჩვენთვის მისაღები რომელიც იყო. დანი, აბა გასინჯე. ჯერ არ გამიგია გემო. შენ გენაცვალე. აღამრელა. ეხლა ხო კარგად ჭავს. კი, ჩვენ დადაცდა. ჩვენ ცალკე ხინკლის ვიდეოც გვიდევს და იმის შემდეგ დანიელს ხინკლის ჭამის აშკარა პროგრესი აქვს. დანგაიმრელია, ხორჩის გემრიელი აქვს, ცულის გემრიელი აქვს, მაგრამ ერთადერთი არის მწარე. მაგრამ მწარე მომეწონა. რამდენს დაუწერდი უთხარი, აბა? 10 და 10. რამდენი? 10 და 9. კაცობრიობას კულინარიაში რაც კი მოუგონია, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. დანიელი მართალია ოდნავ სიმწარე დაყვება, მაგრამ ისე რომ სასიამოვნოა. მეც 10-დან 9-ს დაუწერ დანი. ამ იტალიურ საჭმელებთან დანი ყველაზე ახლოს არის აი ეს. ეს არის მაკარონი. პასტა ქათმის რგოლებით. ვერ ვიტყვი რომ აი დანგრელია და ესა. ნამას დაუწერ 5. ნახე, ეს კაია და ეს საშუალოა რა. ამ პასტას ქათმის ბურთულებით გირჩევნია ხინკალი. ხო ეგრეა. ჩემი აზრით ეს არის ჩვეულებრივი სახლში მომზადებული დონის პასტა პიცა დი რომა. ხო და სპაგეტია. სპაგეტი. მე 5-იანს დაუწერ. რა სისულელია, ახლოსაც კი ვერ მივა სად ჩვენი ხინკალი და სად არა ხო? არა, მაგიტო ქიზა მომეწონა და ეს ისე. რამდენს უწერ? ესა 5. მეც 5-იანს მა. ეხლა იცი რა უთხრა? მამასი თუ რონანდო. მისი. შენ რონანდო გიყვარს თლად? არა, მე უფრო მისი მიყვარს. ჩვენ სახლზე თამაშდება PlayStation 5. თქვენ მანამდე ვიდეო გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და ავყვანთ 5,000 მილიონ გამოვწერთ. 5,000 მილიონ გამომწერზე რამდენად ავიყვანთ არ ვიცი, მაგრამ 5,000 გამომწერზე გავათამაშებთ PlayStation 5-ს. აი აქ ამოვაგდეთ Facebook-ს ამოვანათებთ და ყინულ ვიდეოში. აი აგერ და აგერ. დანი, შემდეგი აბა მითხარი ჩემი ძმა. მოდი ახლა იცი რა ვქნათ, პიცა და ხაჭაპური შევადაროთ ერთმანეთს. ეს არის მაჭახელას ხაჭაპური. მაჭახელა ვიზუალს თქვენც ნახავდით, ძალიან კარგია, ხელია, ძალიან ცომი. გემოს რაც შეეხება, ამას ბატონი დანიელი რო დაასრულებს გვეტყვის და ამასობაში მეც გავსინჯა. რაც ვერ ვიტყვი რომ ძალიან კაია და ძალიან მომეწონა, მაგრამ მამას დაუწერ მოდი 10,000. თუ ძალიან არ მოგეწონა 1000-ს რანაირად დაუწერ? არა, ხო და ანუ მოგეწონა ძალიან, რადგან 1000-ს უწერ, ხო? არა, მე 1000-ს ნამდვილად ვერ დაუწერ, 7-იანს დაუწერ. ჩემთვის ცოტა ყველი იყო მარილიანი რა. ჩურჩხელა. ჩურჩხელა ჯერ არ იქნება. ჯერ იქნება პიცა, რომელიც არის 4 ყველი. ვიზუალურად ნახავდით, რაღაცა ცოტა კოჭლი არის. სუდად გამოიყურე. ცოტა კოჭლი პიცაა. მაგრამ ვნახოთ, შეიძლება გემოთ იმდენად გემრიელია, რომ ყველა ჩვენი ნათქვამი სიტყვა წაგვაღებინოს უკან. თლად რამაზი არ არის, ნახეთ. კი, თლად ვიზუალურად კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. დანი, გასინჯე და გემო მითხარი ახლა როგორია. არც ყველი არ მომეწონა, არც აი ეს რაღაც არ მომეწონა. და საერთოდ არაფერი. დანი, ეს არის 4 ყველის პიცა. ერთ-ერთ ყველს აქვს რაღაც სპეციფიური გემო. ხო და მეც მაგას 4 ყველის პიცა არა და მე ძალიან მიყვარს, მაგრამ კარგს ნამდვილად ვერ ვიტყვი, ძალიან დიდ მაინც ისჯობია, აი მე როგორ ვსიჯეთ ხო იცი ის პიცა. ჩვენ პიცების ეპიზოდი გვიდევს ცალკე, დანი. და შეუძლიათ გადავიდნენ და უყურონ პიცების შეფასებას. ვისაც არ გიყურებიათ ის ვიდეო, გადადით და ბოლომდე უყურეთ და მერე ჩვენთან გადმოდით. მე ამას დაუწერდი, იყოს აი 4-იანი რა, რო გშიოდეს ამ პიცას მიხვალ შეჭამ, მაგრამ თუ არჩევანი გექნება პიცებს შორის, უკეთესი ძალიან ბევრი არჩევანი. მე წავედით ახლა დესერტზე. ჩურჩხელა. და დესერტი ტირამისუ. ტირამისუ რა თქმა უნდა ალკოჰოლის გარეშე არის დანიელის გამო. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი დესერტია, მაგრამ ვნახოთ როგორია და რანაირი. მოგეხმარო ძმა? ხო. აბა მიდი, რადგან მეორე ნაჭერს სინჯავ, ესე იგი მოგეწონა. კიდე? ხო, კიდე. ისე მომეწონა, ამანა.
ეხლა მიგავსინჯავ, კაი? ერთი ამოვანთ. მაკდონალდსის დესერტებზეც გვაქვს ვიდეო გადაღებული, ეგეც შეგიძლიათ ნახოთ. გადავე. ძალიან კაია. რა სიტყვი? ნოლიასაც არ დაუწერ. რა ნოლია თლიანად შეჭამე ძმა, რა ის ნოლიას დაუწერ. კოძი არ მიმაკარებინე, რა ნოლიანი უნდა დაუწერო. გადმომიდენ უჯა. აბა მითხარი, ეხლა შენ ტირამისუზე რა შეჭამე და რა გავდავ. შეაფასე? რას დაუწერ? 100. 10-დან 100? ანუ ძალიან მოგეწონა. ჩურჩხელა, ქართველების სიამაყე. მაშინ ეს მოხდა. მე ჩურჩხელა ზოგადად ძალიან მიყვარს. რბილია, ნიგვზისაა. თუ ტირამისუს უნდა შევადაროთ, ტირამისუც ერთ-ერთი საერთაშორისო დონეზე აღიარებული დესერტია. არ მოგეწონა? რატო? ავჟავია. თუ რამე დესერტი, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ჩურჩხელა. 10-დან 100. ჩემთვის, აი ეს არის დესერტი. შენ რამდენს დაუწერ მაგ ჩურჩხელას? 3. სამიანი? კაი. ანუ შენთვის ტირამისუ ჯობს? არა, ესენი ჯერ არ მაინტერესებს. ტირამისუ ჯობია თუ ჩურჩხელა? ტირამისუ, ხო? ნახეს ბიჭო გადავჭა ერთი კვარ და გიტოვე. ხოჭა, უარ. სანამ საბოლოო შეფასებაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენ მეგობრებს, რომ უნდა გამოიწერონ არხი, დაალაიქონ ვიდეო და უყურონ სხვა ვიდეოებსაც ბოლომდე, ხო ესეა? იცი რატო იყურებოდი? გავხდეთ. თქვენ ბადამდე ვიდეო გამოიწერეთ, აი აქ ამოდაცდება ვიდეო, აი აქ ბუგეს ვიდეო, აი მე რა გითხარი? დანიელს ახალი მაისური როაცვია, ვერ შეამჩნიეთ? მოკლედ, დანი, საბოლოო შეფასება ვთქვათ ახლა და მერე დავამშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს. ყველაფერი აიცი როგორ ვთქვათ? იტალიური სამზარეულო ჯობია თუ ჩვენი ქართული? ეს მომწონს მაშინ და ეს. შენ მითხარი ახლა იტალიური სამზარეულო ჯობია თუ ქართული? ორივე. დანიელის აზრით ორივე სამზარეულო ძალიან გემრიელია, ჩემთვის ერთპიროვნულად მით უმეტეს როცა საქმეში ხინკალია და ჩურჩხელა, რა თქმა უნდა, საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ პიცა ძალიან მიყვარს, ტირამისუ ძალიან მიყვარს, მაგრამ მომეწონა, მაგრამ იცი რა არის დანი? ტირამისუზე ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად ძალიან კარგია, მაგრამ იცი რის თქმა მინდა? ეს არ გაგვისეჭია. ეს. გავსინჯეთ ყველაფერი. ეს პიცა ის არ არის, რაც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მე პიცა ძალიან მიყვარს. ვიცი რა პიცა რატო არ მიყვარს? რატო? აი ესეთი უგებოდოროა. კი, ეს ახლა არ არის ძალიან კარგი პიცა და მაგდო. იტალიაში რომ ვიყავით, აი სულ პიცას ჭამდა, აი მაღაზიაში რომ ვიდიოდი, აი სულ პიცა. ეძებდა ერთი ეს პიცა, ეს. ძმა დეგუსტატორი არ გავიგიწერია? ეს იყო ჩვენი შეფასება ქართულ-იტალიურ სამზარეულოებთან დაკავშირებით. დღეისათვის სულ ეს იყო. კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე.